მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. საკითხი, რომელსაც დღეს მინდა შევეხო, არც თუ ისე მარტივია და არც თუ ისე მარტივად გასაგები. ეს არის სერიოზული დილემა ძალიან ბევრი ქრისტიანის ცხოვრებაში. გახდა საპოლემიკო. ძალიან ბევრი ადამიანი განიკითხავს იმ ადამიანებს, ვინც ძველი კალენდრით ველოდებით მაცხოვრიშობას და ზოგიერთი ჩვენთაგანიც დაუნდობლად გამსჭით იმ ადამიანებს, ვინც უკვე იზეიმა ახალი კალენდრით მაცხოვრის შობის დღესასწაული. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენთვის, თანამედროვე ქრისტიანისთვის მისაღებია და გასაგები ეკლესიის პოზიცია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით, ჩვენი დედა ეკლესიის განჩინებით, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით უკვე საუკუნეებია, რა ჩვენ ძველი კალენდრით დღესასწაულობთ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას და სხვა დღესასწაულებს. ეს არ არის ჩვენი პირადი გადაწყვეტილება, ეს გახლავთ პირველი მსოფლიო კრების განჩინება 325 წელს ნიკეაში, მსოფლიოში მოღვაწე მამებმა განაჩინეს, რომ იულიუსის კალენდრის მიხედვით, რომელიც შედარებით ყველაზე ზუსტია არსებულ კალენდრებს შორის, უნდა იზეიმოს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მაცხოვრის შობაც, აღდგომაც და სხვა დღესასწაულებიც. სამწუხაროდ, ამ კალენდრის ცვლილება, შესწორება მოხდა, უпростоრად გაძევება ეკლესიის ლიტურგიკული წრიდან და მე-15 საუკუნეში მწვალებელმა პაპა გრიგორმა შემოიტანა ახალი გრიგორიანული კალენდარი. ეს კალენდარი რუსეთის იმპერიაში პირველმა მასონმა, წარმოშობით ქართველმა იმპერატორმა პეტრე დიდმა დააკანონა და იმ დღიდან 1 იანვარი გახდა ახალი წელი. 1 იანვარი რომაელებისთვის იყო ადმინისტრაციული დღე, როდესაც რომის იმპერატორის ბრძანებით ვასალ ქვეყნებში ხდებოდა ხარკის აკრეფა. ზამთარი იყო, იყინებოდა მდინარეები და ტბები და ადვილი იყო მიმოსვლა ამა თუ იმ სახელმწიფოში. ეს კალენდარი, თანამედროვე კალენდარს რომ ვეძახით ჩვენ, უკვე ლენინის ედიქტით კომუნისტური რეჟიმის დროს დამყარდა კომუნისტურ ესე ვთქვათ, სახელმწიფოებში, საბჭოთა კავშირში. და ეს კალენდარი შეიძლება ითქვას დღეს ძალიან ბევრ სახელმწიფოში ფუნქციონირებს. თავარი რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ? ის ადამიანები, ვინც თანამედროვე კალენდრის მიხედვით უკვე იზეიმეს შობის დღესასწაული, შეიძლება ითქვას, რომ არ არიან ღვთისგმობელობაში და დოგმატურ ცდომილებაში, თუმცა არ არის სასიამოვნო ძველი კალენდრის უარყოფა და ახალ სტილზე გადასვლა. ჩვენ მათთან გვაქვს ექვქარისტიული კავშირი, ურთიერთობა და ისინი მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ისევ ძველი კალენდრით დღესასწაულობენ. ჩვენ იერუსალიმის ეკლესია, ათონის მთა, სერბეთი, ბულგარეთი და რუსეთი ისევ ძველი კალენდრის მიხედვით დღესასწაულობთ მაცხოვრის შობის დღესასწაულს. ვინც უკვე იზეიმა თანამედროვე კალენდრით 25 დეკემბერს და ვინც 7 იანვარს უნდა ვიზეიმოთ მაცხოვრის შობა, რა მოგვეთხოვება? პირველ რიგში ერთმანეთი არ უნდა შევჭამოთ, არ უნდა განვიკითხოთ, მათ არ უნდა გვიწოდონ ჩვენ ჩამორჩენილები და ბნელეთის მოციქულები, რომ თითქოს ჩვენთან არის რუსეთის ეკლესიის გავლენა და იმიტომ ვართ ისევ ძველ კალენდარზე. არა, ჩვენ ვემორჩილებით პირველ მსოფლიო კრების დადგენილებას და ჩვენ გვჯერა, რომ იულიუსის კალენდარი, ეს მარტო უბრალო კალენდარი არ გახლავთ, კალენდარი, რომელიც იულიუს კეისარმა ეგვიპტელი ასტროლოგის სოზიგენეს კალენდარი შემოიტანა რომში, რომელიც არის ასე ვთქვათ, ვარსკვლავ სირიუსის მიხედვით შედგენილი, რომელიც ასევე მთვარის ფაზებს და მთვარის გარკვეულ ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და აი ამ კალენდარმა დღემდე მოაღწია
და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია და როგორც გითხარით არა მარტო ჩვენი, უკვე დიდი ხანია ამ კალენდრის მიხედვით დღესასწაულობთ და ამ კალენდრის მიხედვით ვადგენთ საეკლესიო დღესასწაულებს. ძალიან გთხოვთ, რომ ვინც შვიდში უნდა ვიზეიმოთ შობის დღესასწაული, არ განვიკითხოთ ის ადამიანები, ვინც უკვე იზეიმეს მაცხოვრის შობა. უბრალოდ მთავარი დარღვევა და უსიამოვნობა ის არის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ორად ვართ გაყოფილი და ჩვენში სამწუხაროდ აი ამ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ არის და მთავარი პრობლემა გახლავთ ეს, რომ ზოგმა უკვე იზეიმა და ნაწილმა უნდა ვიზეიმოთ. სამწუხაროდ ეს არის ისტორიული ფაქტი, დღესდღეობით ამას ჩვენ ვერაფერს ვერ მოუხერხებთ, მაგრამ მე გირჩევთ როგორც სასულიერო პირი, რომ მთავარი გახლავთ ის თუ ჩვენ როგორ ვიზეიმებთ და როგორ შევხვდებით მაცხოვრის შობას. ძირითადად ის ადამიანები, ვინც მართლაც არ ინახავენ და ძალიან შორს არიან ეკლესიური ცხოვრებიდან, ის ადამიანები მოითხოვენ ახალ კალენდარზე გადასვლას, რამე თუ მათ უნდათ რომ ახალი წელი იყოს მხსნილი. ვინც დღეს ძველი კალენდრის მიხედვით არ ინახავს მარხვას და არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, რომც გადავიდეს ჩვენი ეკლესია, არც მაშინ არ შეინახავენ მარხვას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სხვა ეკლესიების ისტორია და შეცდომები და იგივე არ უნდა გავიმეორეთ. მაგალითად, საბერძნეთის ადგილობრივ ეკლესიაში გასული საუკუნის 30-იან წლებში მოხდა ახალი კალენდარზე გადასვლა და ამან გამოიწვია სერიოზული განხეთქილება ეკლესიაში და დღეს საბერძნეთის ეკლესიაში 7 სინოდი არსებობს. და ამან ძალიან სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინა მორწმუნეების ცხოვრებაზე. იგივე რო არ მოხდეს ჩვენთან, მაგალითად ასევე ჩვენთანაც წმინდა პატრიარქის ამბროსი ხელაიას დროსაც მოხდა ჩვენი ეკლესიის თანამედროვე კალენდარზე გადასვლა და ხალხმა ეს არ მიიღო, ძალიან ბევრი ადამიანი დაპყრობდა, ხალხი ეკლესიაში აღარ შედიოდა და ისევ დაბრუნდა ეკლესია ძველ კალენდარზე. ვისაც ესმის კალენდრის სტრუქტურა და შეუძლია რომ ამ საკითხს ჩაუღრმავდეს, ყველა კარგად მიხვდება, რომ ეს კალენდარი არის ახალი თავზე მოხვეული, ეს არის ლათინების მიერ, ასე თქვათ, მართლმადიდებლებზე რაღაც გარკვეული გამარჯვების სიმბოლო და ამან სერიოზული დაბნეულობა და შფოთი შემოიტანა. მე კი გირჩევთ თქვენ, რომ არ განეკითხოთ არავინ, არ დაბრკოლდეთ, ილოცეთ ისე, როგორც აქამდე გილოციათ, დღესასწაულეთ ისე, როგორც აქამდე დღესასწაულობდით და ნუ მიიღებთ რაღაც ახალ ნოვაცია. საკმაოდ ბრძენია ჩვენი პატრიარქი, საკმაოდ ძლიერია ჩვენი სინოდი და განსწავლული და ეს საკითხი ეხება ზუსტად წმინდა სინოდს და პატრიარქს და ჩვენ ამაზე გონებას მუდავიღლით და ნუ გვეგონება რომ რაღაც ჩვენ ჩამორჩენილები ვართ, თითქოს რუსეთის ეკლესიის ზეგავლენის ქვეშ ვიმყოფებით და მსგავსი ცრუ ბრალდებები. თავარია ვიდღესასწაულოთ, თავარია განვიცადოთ მოლოდინი მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და გვახსოვდეს რომ ჩვენი თავარი მტერი არის ქნორო ფაგია, რაც ნიშნავს დროის მჭამელს. ეს არის დრო ზუსტად, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ არასწორად ვიყენებთ, რომელიც ჩვენ ცხოვრებას დიდი ხანია უკვე აკლებს, წუთებს და წამებს და ჩვენ ამ დროს განკითხვაში, დილსიტყვაობაში, უსაქმურობაში და დროის ტარებაში ვატარებთ. გამოისყიდეთ დრო, რამე თუ ბოროტ არიან დღენი ამბობს პალვე მოციქული. დარჩენილი დღეები გაატარეთ მშვიდად, მარხვაში, იზეიმეთ კი ბატონო თანამედროვე კალენდრით საერო დღესასწაული ახალი წელი, ოღონდ არა ლოთობით და თავაშვებულობით და მარხვის გატეხვით და შემდგომში ერთად შევეგებოთ ძველი ნამდვილი იულიუსის კალენდრით მაცხოვრის შობის დღესასწაულს. მე მგონი ამაში ძალიან დიდი რაღაცა გაუგებრობა და გარკვეული უსიამოვნება არ უნდა იყოს, თავარია სიყვარული, თავარია ერთობა, ერთსულოვნება და თავარია ის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს და ახალი და ძველი კალენდრის გამო ნუ ვიქნებით ჩბოჩი და ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ. ჩვენი ეკლესია იყო, რჩება და იქნება ერთგული, ნამდვილი ძველი იულიუსის და არა მარტო იულიუსის, უკვე მას ეკლესიური კალენდარი ქვია ერთგული ტრადიციების, გადმოცემების,
რამაც აქამდე მოგვიყვანა ჩვენ და ნუ დავიღლით გონებას იმაზე, რამდენად სწორედ დღესასწაულობთ თუ არა. კიდევ ვიმეორებ, ჩვენს გულებში უნდა დაიბადოს განკაცებული ღმერთი, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და მერე მიხვდებით, რომ კალენდარი არ არის მთავარი. მთავარი არის ადამიანი, მთავარი არის მოყვასი და მთავარი არის ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა. გთხოვთ, დაიცავით ამ კალენდრის მიხედვით ყველა საეკლესიო დღესასწაული, დავემორჩილოთ ჩვენს წმინდა ეკლესიას, პატრიარქს, წმინდა სინოდის დადგენილებებს და მორჩილებით, თავდაბლობით, სიყვარული და სიხარულით ვიზეიმოთ მაცხოვრის შობა და სხვა საეკლესიო დღესასწაულები. ჩვენთან არის ღმერთი.